თუმცა აი ახლა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თვითონ ახმეტაშიც აი რავი ალბათ ნახავენ ამ გადაცემას და ანონიმურად რა თქმა უნდა მე ნუ დამიკავშირდებიან რა თქმა უნდა. მე დამიკავშირდნენ ანონიმურად. ხო, ვინმე თუ რამე ახსოვს. გვერდს მიწერონ ანონიმურად. ძალიან გთხოვთ. კიდე ერთხელ რომ მითხრა მამის სახელით. ოთარი მახარაშვილი. მაშ ასე ვინც იცნობთ ოთარ მახარაშვილს, რომელიც არის 74 წლის. ყავს ოფიციალურად 3 ქალიშვილი და მეოთხე უკვე პირველი. უკვე სახეზე ყავს. ყავდა 2 და რომლებიც გარდაცვლილები არიან, ცხოვრობს ახმეტაში. ძალიან გთხოვთ გამოგეხმაროთ. ანუ უბრალოდ მას დაუკავშირდით და მის ყურამდე მიიტანეთ ამბავი, უბრალოდ დაუსვით ერთი შეკითხვა. რა ერქვა ქალბატონს, რომელიც არის გვარად ჯავახიშვილი, რომელმაც მისგან 1978 წელს გააჩინა გოგონა. სულ ეს არის რასაც ვითხოვთ და რაშიც გვჭირდება თქვენი დახმარება. არ არის ეს რთული ამბავი, ამ ნერვულობას არავინ არ შეეწირება. ახლა ძალიან ბევრ კაცს გაუვია რომ შვილი ყავს და არავინ არ მომკვდარა ნერვულობით. ზოგი განიცდის, ზოგს უხარია, ზოგს არ უხარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ესე შვილები გადაეფარონ და მამამდე არ მიგიშვებთ, იმიტომ რომ ის არ მოგდეს ნერვულობით, მსგავსი ფაქტი რაღაც ნაკლებად მგონია რომ მოხდეს. უბრალოდ მიგვიშვით ამ ადამიანამდე რომ მკითხოთ, ვინ არის ეს ქალბატონი, მეტი არაფერი არ გვინდა.